მე ვარ ანა სიხაშვილი, ვარ 24 წლის. ვარ შეზღუდული შეძლების მქონე პირი და დღეს უკვე ჩემს თავს ვაიდენტიფიცირებ როგორც შეზღუდული შეძლების მქონე აქტივისტს. ასევე მაქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით, ვარ სხვადასხვა აქტივობებში ჩართული დღესდღეობით. ამავდროულად ვეწევი კვლევით საქმიანობას, რაც ეხება ძირითადად შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში და ასე შემდეგ. ვარ მომავალ ლიდერთა გაზრდის პროგრამის Flex-ის კურსდამთავრებული და იქ ვსწავლობდი და სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ ახლა მომდევნო 2 წელს გავატარებ გერმანიაში, იმიტომ რომ ახლახანს მივიღე DAAD-ის სტიპენდია და ვისწავლი გერმანიაში მაგისტრატურაზე, ანუ უფასოდ ვისწავლი გერმანიაში მაგისტრატურაზე. რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობის შეზღუდვას, ვარ უსინათლო 5 წლიდან და მხედველობა დავკარგე გარკვეული, ასე ვთქვათ, ვირუსიდან გამომდინარე. ის 5 წლიანი ფოტომეხსიერება ძალიან მეხმარება ხოლმე. და განსაკუთრებით ეს აღმოვაჩინე, რომ მეხმარება მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად გადაადგილება დავიწყე და დამოუკიდებლად გადაადგილება დავიწყე დაახლოებით 4-5 წლის წინ. წარმოიდგინეთ, წლების წინ მისაწვდომობის ხარისხი შშმ ადამიანებისთვის იყო ძალიან დაბალი. 2021 წლიდან საქართველოში გვაქვს მიღებული მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები, რის მიხედვითაც ყველა სტრუქტურა და ყველა, ასე ვთქვათ, არ ვიცი, სუბიექტი არის ვალდებული, რასაც გააკეთებს ინფრასტრუქტურულად პირობითად, ან რამის რეაბილიტირება თუ მოხდება, რომ იყოს მისაწვდომობის კომპონენტები, ასე ვთქვათ, უნივერსალური დიზაინის კომპონენტები გათვალისწინებული, როგორიც არის მაგალითად რელიეფური ფილები, რაც იგება ძირს და გვაჩვენებს დაბრკოლებას პირობითად, თუ არის ზებრა გადასასვლელი ან საფეხური და ასე შემდეგ. ასევე ხმოვანი შუქნიშნები, რომელიც, გარკვეულ გამზირებზე დღეს უკვე არსებობს და არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები. საზოგადოებრივი ცნობიერება არის ძალიან დაბალი. და საზოგადოებრივი ცნობიერების ეს ხარისხი შშმ პირთა შესახებ უკვე იწვევს და ითარგმნება უკვე იმ პრობლემებში, რასაც მე რო ხედავ თუნდაც სისტემურად, ხო? ელემენტარული ვთქვათ, ტროტუარებზე გვხდება მანქანები. რატო? იქაც შერებენ, ხო? ანუ ამ დროს მე უსინათლო ადამიანი, რომელიც არ ვარ დარწმუნებული საიდან რომელი მანქანა გამოვარდება და ასე შემდეგ, გადავდივარ ქუჩის შუა გულში და ასე ვული მანქანას, იმიტომ რომ იქ არის გაჩერებული. დაძაბული მაქვს ყველაფერი, ყური, თვალი არ მაქვს, მაგრამ თვალიც. და ასე შემდეგ, რა იქ ყველაფერი აბსოლუტურად რა უცხოთ მანქანა არ წამოვიდეს. ხო, აქ საინტერესო ამბავი არის, რომ ხმოვანი შუქნიშანი აქ გათიშულია და უნდა გამოიცნო ფაქტობრივად, როდის უნდა გადავიდე და არ ვიცი აქ ხა დაზიანდა და იმიტომ არის გათიშული თუ ზოგადად არ დააყენეს, მაგას ვერ გეტყვით. მაქვს ეკრანის წამკითხველი პროგრამა, რაც დეტალურად, რაც არის გამოტანილი ეკრანზე, ყველაფერს კითხულობს და სწორედ ასე მივიღე განათლება უნივერსიტეტშიც, აბსოლუტურად ყველა მასალა, რაც მქონდა, უნდა წამეკითხა ესე ეკრანის წამკითხველი ხმოვანი პროგრამასაც ვეძახით, იმიტომ რომ text to speech ასე ქვია, იმიტომ რომ ტექსტს აქცევს, ასე ვთქვათ, ხმად რა, ხმოვნად. ეხლა მივიღე შეტყობინება, TikTok-ზე ვარ ეხლა შესული და უნდა გავხსნა. აი ტექსტი არის მოწერილი, შეტყობინება რაც თხა წავიკითხავ. ანა გამარჯობა, ჟურნალისტი გაწუხავთ პალიტრა ვიდეოდან, თქვენი ჩაწერა გვინდა თუ გაქვს სურვილი. და ეხლა მე შემიძლია რომ დავუბრუნო პასუხი პირობითად. რა მოგესალმებით, თიკო, კი. ეხლა დავწერ. რა თქმა უნდა. მაქვს სურვილი.
ახლა ამბობს send, ანუ send ხომ მითხრათ, ახლა დავაჭერ და გაიგზავნება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მე ზუსტადაც აი ამ ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე ვახერხებ, რომ ძალიან ბევრი რამ შევძლო ისეთი, რაც სხვათა შორის აი ვერ წარმოუდგენია და სხვა შორის აი TikTok-ის კომენტარებშიც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე რა დამოკიდებულება აქვს ხალხს, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ რაღაცა ვიღაცაზე ვართ მუდმივად დამოკიდებული ან სულ სახლში ვართ რაღაც და ვერ წარმოუდგენიათ საერთოდ აი დისკრიმინაციული კომენტარებიც არის ხოლმე თითქოს რომ იცი რა ანუ აგერ ასისტენტი შეგიძლია ყავდეს და რატო არ ყავს ну ჩემი არჩევანია რომ დამოუკიდებლად ვიყო ხო და მე მინდა რომ ზოგადად საქართველოში უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ ის პირობები რომ თვითონ შეძლონ რაღაცების კეთება და არავის არ იყვნენ დამოკიდებულები ასე ვთქვათ